სახელითა მამისა და დაწისა და დაწმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი. შეგიძლიათ დავბრძანოთ. დავბრძანოთ და თავისუფლად. გილოცავთ დევანდელს, გილოცავთ ახალი წლის დადგომას 2026 წელი დადგა. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ის ისთვისაც რაღაცნაირად განმარტება დამჭირდა საკითხის და ამიტომ მეზარებოდა კვლავ გავიმეორებ, რომ დადგა 2026 წელი და რატომ თქვა შეიძლება ის თუ საერთოდ დღესასწაულია, ჩვენ რატომ ვიკრიბებით და რატომ ვატარებთ ამ წიგნს. მე კიდევ ერთხელ დავწუნდი დღეს, რომ ამ წიგნების ჩატარება ჩვენ ასე ახალი წლის ღამე პირველი წელი არ არის და უკვე რაღაცა ტრადიციად გვერდსა და პლან მახსოვს, რომელიც წლიდან ვაკეთებთ, მაგრამ რაღაცნაირად 10 წელი ალბათ მაინც იქნება და ვფიქრობ, რომ ყოველთვის ამართლებს და რატომ. ერთი წმინდა კაცის ცხოვრება, წმინდა არ არის შეღწევი, მაგრამ აი ნამდვილად რო წმინდა იცხოვრა, მის ცხოვრებას რაღაცას ვკითხულობდი და ასეთი რამ წერია, რომ მეორე მსოფლიო ომში როდესაც გაიწვიეს ახალგაზრდა მაწვილი იყო, მისმა დედა მორწმუნე ქალბატონი ბრძანდებოდა გამოვაბრძანა თურმე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და უთხრა რომ აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვაბარებ ეხლა მე შენს თავს და დადო ასეთი აღთქმა რომ სანამ ომი იქნება მე იქამდე ვიმარხული და ამ ქალმა მთელი ეს 5 წლის განმავლობაში სანამ მიმდინარეობდა ომი ეს ქალი მარხულობდა. ახლა ვიღაცამ შეიძლება იკითხოს რომ ეს ქალი ცხოვრობს სადღაც უკიდურესად სხვა პოლუსზე, სადაც ომი მიმდინარეობს, შეიძლება სხვა მიმართულება არის. რა მნიშვნელობა აქვს მის მარხვას? სინამდვილეში ასეთი მნიშვნელობა აქვს, რომ ის მისი შვილი მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჩავარდა პირველივე წელს და დიდი უებრებები გადაიტანა, ამ ქალის მარხვით ის სახლშიც დაბრუნდა და წმენებული ვარ. ამ ქალის მარხვით მოხდა ის, რომ სახლშიც დაბრუნდა და ამის შემდგომ ბერად რომ აღიკვეცა და ძალიან ესეთი სახელია მისი ცნობილი რომ ეს კაცი შემდგომში უკვე მაშინ მოღვაწეობდა რუსეთის ერთ-ერთ მონასტერში და მისი სახელი ყველა მიწის დარწმუნებული ვარ რომ ეს ამ ქალის მარხვით. რატომ? იმიტომ რომ პირდაპირ პროპორციულია ეს კავშირი. ასე ხდება რომ როდესაც რაღაცა გინდა ადამიანის დახმარება გინდა, რაღაცისთვის რაღაცის გაღება გინდა, მიცვალებულისთვის რაღაცის აღვლენა გინდა, რაღაცა მსხვერპლი უნდა გაიგო. სხვაგვარად ეს ამბავი არ ხდება. ისევე როგორც აი კარგი სპორტსმენობა თუ გინდა ფიზიკურად თუ არ ვარჯიშებ ის სპორტსმენი ვერ გამოხარ. ხო აი გამორიცხულია და თუ თქვა მეცნიერებაში გინდა რომ მეაღწიო რაღაცას თუ არ დააჭაუჭე ციგნებს და ასწავლო ენის სწავლა გინდა იქ რაღაცა თქვა ლექსიკონებს უნდა ჩაუჭდე. ხო მასეა. სხვაგვარად ხომ არ ხდება ეს ახლა ბავშვობის ოცნება ვიყო მართლა ესე ხო არ არის რომ ვფიქრობდი ხე წიგნი ჩავიღო თავში და რომ ზებირად ვიცოდი რა ბედნიერება იქნებოდა მეთქი რომ ეზარებოდა კითხვა მაგრამ ეს ხო რაღაც ამ ბავშვობას გავცდით ახლა და ვიცით რომ ამ შრომის გარეშე არაფერი არ ხდება. თუ რაღაცა არ დათმო ადამიანმა ისე არაფერი არ ხდება. შესაბამისად ეს ჩვენი შეკრებაც სწორედ ამას ემსახურება რომ ეხლა ვიღაცაზე თუ გული შევტკივა აი გაიგონებ რომ სიტყვებს რომ აი გული შევტკივა აი თქვა უკრაინის ომზე აი რა გაგიკეთებია ამისთვის რომ გული შევტკივა თუნდაც ერთი დღე გიმარხულია მათი გულისთვის ან რაიმე განსაკუთრებულოსა მოდი გულშემატკივრობა თუ მარტო ისა ტრანსპარენტით რომ დადგები ეს არის გულშემატკივრობა მე საერთოდ არ მგონია ეს გულშემატკივრობა გულშემატკივრობა მგონია ახლა რომ შევიკრიბეთ ერთად და ლოცვავთ ერთად თუნდაც ღამე რო გახდა 12 საათი და მამაოჩვენოს ვამბობდით ყველანი ერთად ამაზე დიდი გულშემატკივრობა არ მგონია ვინმეს კონდეს როდესაც ეკლესია იკრიბება მისთვის ადამიანები ვიღაცისთვის მარხულობენ, ლოცულობენ ან რაღაცა თქვა სიკეთეს ჩადიან ეს გახლავთ სწორედ აი ამ შეკრების თავი მიზანი და ეს არის სათნო ღვთის წინაშე. სახარებაშიც ხომ ასე წერია, რომ რა არის ნება ჩემი მომავლინებელის, რომ ყველას კონდეს და უკანასკნელდეს აღვადგინო ისინი და რომ აღვადგინო აღდგომით ყველა აღდგება, ცოდვილიც აღდგება და მანწმინდანიც აღდგება, მაგრამ ვინ რისთვის აღდგება, საუკუნო სიცოცხლის და სიხარულისთვის და ნეტარებისთვის თუ საუკუნო სასჯელისთვის, აი ამაზში არის ეს თავარი შეკითხვა, რომ ადამიანი ღვთისნება გავიგეთ რომ ეს არის, რომ მას უნდა რომ ყველა აწყობდეს. ეს არის ღვთისნება, მაგრამ შენ როგორ თანამონაწილეობ ამ ღვთისნებაში, იმიტომ რომ ღმერთს რომ სურს ერთია, მაგრამ შენ გსურს თუ არა იგივე.
თუ არა ხარ თანამონაწილე, მაშინ გამოდის რომ ის იძალადებს შენზე, შენ არ გინდოდა და ძალიან გაცხონა მაგ, ძალიან შეგიყვანა ისეთ ადგილას, სადაც არ ქონდა არანაირი სურვილი. არც კი აღიარებდეს საერთოდ ამ სამყოფელს და ეხლა უცბად აღმოჩნდა ამ სამყოფელში. ამიტომაც ეს თანამონაწილეობა დასტურია დღევანდელი ჩვენი შეკრება ამ თანამონაწილეობის, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებთ, რომ წმინდანები კი არა ვართ. ჩვენ იმას ვაცნობიერებთ, რომ არც იმის ღირსი არა ვართ, რომ ვთქვათ ვეზიარებთ, არც იმის ღირსი არა ვართ, რომ საერთოდ შეიძლება ტაძარში ვგარიყავ მესაკუთრებაში და თქვენ გარეთ. შეიძლება ამის ღირსი იმაშიც არ დაგვიმსახურებია სამისოდ არაფერი, მაგრამ ამას რომ ვაცნობიერებთ, ამ აქედან გამომდინარე ვამბობთ იმას, რომ ჩვენ შველა გვჭირდება. აი თუ არ იტყვის ადამიანი რომ რაღაცა ავად არის, ისე სამწუხაროდ არაფერ არ წავა. რატო არის რომ არ მიყვებიან ხოლმე რაღაცნაირად გონებრივად რომ აურევს ადამიანი, ის არაფერით არ მიყვება, არაფერი არ ჭირს ოჯახის, იმიტომ რომ თვითონ ვერ ხვდება რა ჭირს და ესე ადამიანი რომელიც თავის სულიერ მდგომარეობას ვერ ხედავს. ამიტომაც არ დაგვიმსახურებია და ღმერთი ამას იმიტომ იძლევა რომ მოწყალების ერთგვარი სახია ამ ერთობაში, ამ რაღაცის გაღების გამო რომ შე რაღაცა გაიგე, მარხვა შეინახე, ის რომ ახლა ახალ წელს სადაცაც ყველას გეკნებოდათ ამის საშუალება რომ შამპანურით ხელში გარიყავით, მაგრამ ამის ნაცვლად მოგზავნით აგდადეკით და მიცვალებულებისთვის ცალკე ლოცვა აღვავლინეთ, იქ გაშეჭირებულებისთვის ცალკე ლოცვა აღვავლინეთ, ეს არის თანადგომა, ეს არის სიყვარულის გამოხატულება და დადასტურება სიყვარულისა, რომ იქ არ წავედი, სადაც შემეძლო, რომ ფეხი ფეხზე გადაჯდობით, ესე იგი მომეფხინა კარგად. წამოვედი იქ, სადაც ლოცვა შემეძლო მე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც არ აქვს ამის საშუალება. მე მაქვს რომ გავხსნა შამპანური, იმას არ აქვს ამის საშუალება და აქედან გამომდინარე, აი ეს თანაგრძნობა, ის რაღაცა რომ საავადმყოფოში წევს, ეს ვიყავს სხვათა შორის, ერთ-ერთ საავადმყოფოში. ჩამოვიარეს პალატებში ადამიანებს მიულოძე ერთთან მივედი საზიარებულად, მაგრამ ყველგან შევიხედე რაღაცა ძველი ნაცნობები არიან, იმდენჯერ ვიწეკი იქა უკვე ჩემი კაბინეტი მაგ საავადმყოფოში და ეს არა ქვია. ყველას ჩამოვარე, ყველას მიულოცე დამდეგი და ისეთი სიხარული იყო ამ ადამიანებისთვის, ახლა რომ აი გეგონათ რომ გამოჯამრთელდნენ უკვე და არ რამის ჩაცმა დაიწყო, ერთმა რომ აღარაფერი აღარ დამემართებაო, ხო, მამაო რახან მოვიდა და არ შემოიხედაო. ასეთია ყურადღება, ეს მოკითხვა, დარეკვა, ერთად დგომა, ერთად ლოცვა, ერთად მარხვა, ერთად ჭირის და ხილის გაზიარება და ამ შეკრებას ნუ დააკვირდეთ. ამ ბედნიერებას საკუთარ თავს, რომ ამ შეკრებებში არ მიიღოთ მონაწილეობა. რომ ამ შეკრებებში მიუხედავად იმისა, რომ უღირსები ვარ, აი ამ განცდით სწორედ რომ არ ვარ ღირსი, უნდა ეზიარო წმინდა საიდუმლოებას. ასე რომ გილოცავ კიდევ ერთხელ დაარსდა კალენდრულად ახალი წელი, 2026 წელი და მინდა გისურვოთ, რომ სწავლობა ღვთისა არ მოქლებოდეთ და გვეცხოვროს ღვთის ცნებებით. ამინ.